ეგრევე მე უნდა დავდგე და გავაქცე. არა, მე მაქვს ინტერნეტი. ჩართული მაქვს. დაშვებით ბავშვებო? ხა? და გითხარით მის შენებობასა. ლევა მზად ხარ? ელიტა სუოდნავად გამართლა რა ასე თქინდა. ერთი წამით. ნაკლებად წარმომედგინა, რომ ერთი თვით თავზე კვლავ მოგვიწევდა ბოტანიკურ ბაღში ბრიფინგის გამართვა. ვერ შეიძლება წინა ბრიფინგის ჩანაწერიც კი ეგონოს ეს ბრიფინგი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის რეალობა, თანაც ძალიან მძიმე რეალობა, უფრო მძიმე რეალობა, ვიდრე ეს იყო 29 ჰექტართან დაკავშირებით და იმ 4 ჰექტართან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან მიიტაცა. დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ შემდეგი ძალიან სამწუხარო ამბავი. რამდენიმე დღის წინ ჩავგივარდა დოკუმენტაცია ხელთ, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი კვლავ მალულად, კვლავ თითქოს სხვისი კომპანიის ხელით აპირებს დამატებითი ტერიტორიის მისგან და შესაბამისი დოკუმენტაცია აი ხელთ ეხლა მე მიჭირავს, მაგრამ ეხლა უკვე არა მხოლოდ ნარმანიას ხელით, არამედ კალაძის აქტიური ჩარევითა და მონაწილეობით დაახლოებით შარშან წლის ბოლოს კალაძემ როგორც ენერგეტიკის მინისტრმა და ივანიშვილის ასე ვთქვათ კომპანიამ წავკისი ველი თითქოს მისი კომპანია არ არის, მაგრამ დაწუნებული ვარ ის თავად ეხლა არ უარყოფს ამას, გაფორმდა მემორანდუმი მათ შორის, რომლის საფუძველზეც აი აქ ბოტანიკურ ბაღში, სადაც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით და მის მიღმა უნდა აშენდეს არც მეტი და არც ნაკლები, აბა გამოიცანით ჰიდროელექტროსადგური თავისი კაშხალით. დიახ, ჰიდროელექტროსადგური თავისი კაშხალით და მშენებლობის შემდეგ პროექტის თანახმად ბიძინა ივანიშვილს ექნება დამოუკიდებელი ელექტროენერგიის წყარო. თქვენ ხედავთ, რომ ბატონი ივანიშვილი სულ რაღაც აი 150 მეტრში ცხოვრობს აი ამ ადგილიდან. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ძალიან მეტის მეტი, წარმოუდგენელია, როგორც წესი ყველაფერს აქვს საზღვარი, მაგრამ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში საზღვარი არაფერს არ აქვს და ძალიან სასწრაფოდ ეხლა პირველ რიგში ბატონები კალაძე და ნარმანია უნდა გამობრძანდნენ და აუხსნა საზოგადოებას თუ რასთან გვაქვს საქმე. ანუ ბოლომდე დანებდნენ ბატონ ივანიშვილს და ყველა სიგიჯეზე აწერენ ხელს. წარმოუდგენელია, რომ აი აქ უნიკალურ ბოტანიკურ ბაღში აშენდეს ჰიდროელექტროსადგური და ამის მიღმაც ეგრეთ წოდებული წავკისი ველის ტერიტორიაზე. ამას ეხა ხომ წარმოუდგენელია, არც ერთი თბილისელი არ დაუშვებს, მაგრამ თვითონ ფაქტი არის შემაშფოთებელი, რომ მაშინ როდესაც თვენახევრის წინ დაახლოებით ჩვენ ვაპროტესტებდით 29 ჰექტარს და 4 ჰექტარის მიტაცებას ბოტანიკური ბაღისგან, აი ამ დროს თურმე ბატონი კალაძე ივანიშვილის დავალებით ჩარხავდა ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს და მის ასე ვთქვათ რეზიდენციას და ტელეკომპანია GDS და ყველა იმ შენობას, რაც კი აი ამ ტერიტორიაზე არსებობს და მიმდინარეობს, ექნება დამოუკიდებელი ელექტროენერგიის წყარო. მე მგონი მართლაც საკმარისია რა, ამ ადამიანმა 55 ჰექტარი მიიტაცა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ სოლოლაკის ტერიტორიაზე ააშენა სხვადასხვა შენობები, რეზიდენციები, ააშენა ტელეკომპანიასთვის ასე ვთქვათ შენობა, აშენებს პანორამა თბილისს, აშენებს ახლა კიდე დამატებით რეზიდენციას და ეხლა უკვე აშენებს ჰიდროელექტროსადგურს შუა გულ ბოტანიკურ ბაღში. არ არის სამწუხაროდ ეს ადამიანი
საგიაზის ფარგლებში ამოვარდნილი და ნორმიდან, ამიტომ ველოდებით ეხლა ბატონ კალაძეს და ნარმანიას სასწრაფოდ რამდენიმე საათში გამობრძანდნენ და გააკეთონ კომენტარი, რასთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ ჩვენ უკვე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მივიღებთ შესაბამის დომებს. დოკუმენტებში რა თქმა სადაკოთა უნდა, ივანიშვილის ეს არის ორი თავარი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს. ერთი არის თავრობის დადგენილება, რომელთაც ირკვევა, რომ კალაძემ მოაწერა კომპანია შეპესე წავკისის ველთან მემორანდუმი, რის საფუძველზეც ნებართვა მიეცა და აი ამ მემორანდუმის საფუძველზე უკვე ეს კომპანია წავკისი ველი დედაქალაქის მერიას თხოვს აღნიშნული ტერიტორიის მის ბალანსზე გადმოცემას. ანუ ბოტანიკური. ეხლა როგორ ფიქრობთ, აი ხა ჩვენ რა გვდგევართ? ხედავთ. არ დოკუმენტებში არ იკითხებოდა 29 ჰექტართან დაკავშირებით. როგორ არის ვარაუდი 29 ჰექტართან დაკავშირებითაც არ იკითხებოდა. ბიზინა ივანიშვილს ამბობ დადასტურდა ეხლა რა არის ვარაუდი? დოკუმენტებში თუ არის? რა თქმა უნდა დოკუმენტებში სადვე გინახავთ სადაც ბიზინა ივანიშვილი ცხოვრობს. დღეს აი აქ ამ რეზიდენციაში ესეც არ არის მის სახელზე გაფორმებული და ფინსერვიზია გაფორმებული. ამიტომ თქვენ ეხლა გასაგებია ტელეკომპანია იმედი და ხადა. აბა როგორ ვერ დაადასტურებთ ეხლა ეჭვგებარებათ აი აიხედეთ. არა აიხედეთ ერთი წამით აიხედეთ. იმედი რა შუაში. არა აიხედეთ. აბა ეხლა ისეთ კითხვა თუ აქვს. არა ლოგიკურია დიახ ის. იმიტომ რომ დოკუმენტში ჩანს წავკისის ველი, შეპესე წავკისის ველი, ფესი, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს, რომელსაც დღემდე ცხოვრებაში საერთოდ არც ერთი პროექტი არ აქვს განხორციელებული. ერთი ნიჩაბი ქვიშა არ აქვს, ერთი მარცხინა მარჯვნივ გადაყრილი. ამიტომ ნაცვლად იმისა, ჩემის აზრით, რომ ეხლა თქვენ იყოთ მობილიზებული, რომ ბიზინა ივანიშვილის გარემოცვას კითხოთ, თუ ვინ არის შეპესე წავკისი ჰესის რეალური მეპატრონი და რასთან გვაქვს საქმე, რომ აი აქ 200 მეტრია მაქსიმუმ, ხო? ბოტანიკური ბაღიდან აი ბატონ ივანიშვილის რეზიდენცია. ეხლა სვამდეთ ისეთ კითხვას, თითქოს არის მართლა ეს ბიზინა ივანიშვილის თუ არ არის. მე მგონი ეხლა უბრალოდ უადგილოა. ერთი სიტყვით, რამდენიმე საათს ვაძლევთ ბატონ კალაძესაც და ბატონ ნარმანიასაც, თუ კი ის კიდევ არსებობს, არ ვიცი ნამდვილად არ მომიკროს თვალ. დიდი მადლობა. აი ნიკ არა ესეც კითხავს რა შეიძლება მოდი ცალკე დავიწყოთ ხო? აუ სხვაგან მინდა რა მე სიუჟეტ დავიწყოთ ხო? მაშინ როდესაც წინა საარჩევნოდ მოსახლეობას პირდებოდნენ დენის ტარიფების გაიაფებას, მაშინ როდესაც დენის გათიშვის უკვე დავიწყებული პრობლემა ნელ-ნელა მოსახლეობას თავს ახსენებს, ვიღაც ცდილობს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება მოიწყოს, ვიღაც ცდილობს საკუთარი იაფი დენის წყარო ჰქონდეს და ამ ვიღაცის სურვილებს უნდა შეეწიროს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, უნდა შეეწიროს ბუნება ბოტანიკურ ბაღში. ვინ შეიძლება იყოს ეს ვიღაც? რა თქმა უნდა, ერთადერთი ადამიანი, ვინც აქ დამდგარი ჰესიდან შესაძლებელია დენი მიიღოს, ეს არის ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ რომ გარშემო სხვა არც ერთი საცხოვრებელი სახლი, გარშემო სხვა არც ერთი ობიექტი არ არსებობს. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მოუწოდებს დავით ნარმანიას, რომელმაც ასევე ფარულად დაიწყო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მორიგი გასხვისების პროცესი, ბოტანიკურ ბაღში ბუნების გაჩანაგების მორიგი პროცესი, საჯარო გახადოს ეს პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, დღესვე კატეგორიული უარი განაცხადოს ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობაზე, რომელიც რა თქმა უნდა შესაძლებელია ემსახურებდეს მხოლოდ ერთი ადამიანის ივანიშვილის ინტერესს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარშემო სხვა ობიექტი უბრალოდ არ არის, რომელიც ამდენს მოიწმას. თუ გაიგვა რომ ეს სხვა მიზნებისთვის შენდება ეს ჰესი ზოგადად აი ქალაქის მოქმედება და ასე შემდეგ თქვენ მაინც არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები რომ ბოტანიკურ ბაღში შენდებოდეს ჰესი, არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები რომ დავით ნარმანია კვლავ მონური მორჩილებით ასრულებს ამ დავალებას საკუთარ კაბინეტში ასე ვთქვათ დაბანლული, ამისათვის საჭიროა რომ ყველა დაინტერესებული ჰესის მშენებლობა, ბოტანიკურ ბაღში ბუნების გაჩანაგება დაუშვებელი. აღარაფერს საუბრობ იმ კაშხალზე, რომელიც უნდა გაკეთდეს წავკისის ველის მიმდებარედ, სადაც ასევე კლიმატი შეიცვლება წყლის დაგუბების გამო, რომელმაც ზეგავლენა უნდა იქონიოს იმ მდინარეებზე, რომელთანაც ჩვენ ვართ, რომელიც ქალაქში ჩამოდის და ქალაქში ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრებია, ასე რომ ყველაფრის ფასად მთელი ბუნების ქალაქის ისტორიული იერსახის შეცვლის ფასად ივანიშვილის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს არის ძალიან დიდი მავნებლობა, რომლის
ხელისუფლებასაც დავით არმანიას არ აქვს. თქვენ ამბობთ ავკისი ჰესი. არა, ველი თვითონ კომპანიაზე ავკისი ველი არა, ავკისი ჰესი. ჰესიკია. ავკისი ჰესიდან გააფონდა ხელშეკრულება ენერგეტიკის მინისტრმა. იდინევანიშვილის სახელზეა ეს კომპანია თუ კიდევ ერთხელ გავუბრალებ, ეს კომპანია არის ვინმე დავით ხოროღლიშვილის სახელზე, მაგრამ იმ ჰესით, რომელიც დადგება ბოტანიკურ ბაღში, თეორიულადაც კი შესაძლებელია ისარგებლოს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილმა, იმიტომ რომ გარშემო სხვა არანაირი ობიექტი, ვისაც აქედან დენი შეიძლება მიეწოდოს, არ არსებობს. ჰესი არის ძალიან მცირე სიმძლავრის, ეს არის აბსოლუტურად არაკომერციული პროექტი, ეს არის პირადი მოხმარებისთვის გაკეთებული პროექტი, პირადი მოხმარებისთვის ვინ შეიძლება დახარჯოს ასეულობით $1000, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების კეთილდღეობას მოახმაროს ეს ფული, ასეთი ერთადერთი ყავს საქართველოში სამწუხაროდ ეს არის კვლავ გიძინა ივანიშვილი. არა, თავარი მოთხოვნა არის, რომ არათუ არ გაცეს, ამის განხილვაც არ უნდა გაგრძელდეს, ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობა არის პრინციპულად მიუღებელი, ეს კეთდება ივანიშვილისთვის, პეტრიაშვილის თუ პავლიაშვილის, მაგრამ ეს რო კეთდება ივანიშვილისთვის, უკვე არაერთი არგუმენტი ვთქვით ამაზე. ამბობა. მადლობა ძალიან. იმიტომ რომ ლაივია Facebook-ზე რა ქვია, თქვენი და რა